უფლებებს. აი ტრიალეთი დღეს პრობლემები რო არ აქონდეს და მთელი დატვირთვით მუშაობდეს და აი ამ პირობებში არ იყოს ხელისუფლების მხრიდან ჩაყენებული, პოლიციელებს მოერიდებოდნენ, როდესაც მედია მოდარაჯეა და აქვთ გარკვეული საშიშროების განცდა, რომ უკანონობას ჩაიდეს, რადგან ამ შემთხვევაში მედია აქტიურად გააშუქებს მათ ქმედებას. ასევე კრიტიკული არხები რო იყოს, მთავარი არხი გაქრა, ხო დროებითი მედია. ფორმულაც ისეთი ინტენსივობით ვერ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ყველა კრიტიკული მედია, რომელიც აი ამ ფაქტებს აშუქებს, რომელიც ამ ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს, შეზღუდული რესურსები აქვთ. აი დღეს დაწერა ჟურნალისტმა თამარ მშვენიერაძემ ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს გუმარხავენ, მაგრამ ვერ დაგუმარხესო და სიმართლე გითხრა, აი მართლა აი ეს განცდა მაქვს და პირველ რიგში რაც კრიტიკულ მედიას გაუშუქებია, ამ ქვეყანას წადგომია. რაც კრიტიკულ მედიას გაუშუქებია, შემდეგ გვინახავს პროკურატურის ბრიფინგები და დაჭერილი ჩინოვნიკები. რომ ზუსტად თითქმის ამოღებული ქონდათ მედიიდან ეს მასალები. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული მედიის, კრიტიკული მედიის გაშუქება და ეს პირველ რიგში თქვენ წარმოიდგინეთ და მართველი ძალის ინტერესებში შედის. რადგან ერთგვარად დუღილის ტემპერატურამდე არ მიდის სიტუაცია. დუღილის ტემპერატურამდე, როდესაც მიდის, ვიცით ხო უახლოესი წარსულიდან, რომ რა მოვლენების მოყვება ამას შემდეგ. მე როდესაც დაიხურა ჩემი არხი, სადაც გავატარე თითქმის 6 წელი და ეს არხი იყო არ ვიცი, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, იმიტომ რომ ყველაზე დიდ დროს სწორედ ამ არხში ვატარებდი, იმ სამსახურში ვატარებდი და მის რეპორტაჟებზე მუშაობდი. მივხვდი, რომ კრიტიკული მედიის დაღმასვლა დაიწყო. იმიტომ რომ მას მოყვა სხვადასხვა არხების ბიუროების გაჩერებაც, იმიტომ რომ მთავარი არხი იყო გვინდა თუ არ გვინდა, გამწევი ძალა კრიტიკული მედიის და შესუსტა კრიტიკული მედია. ეხლა უფრო აი ამ 1 წლის თავზე მგონია რომ თავის ათქმელს მაინც ამბობს ცენტრალური კრიტიკული მედია, მაგრამ ძალიან მძიმე სურათი გვაქვს რეგიონებში. მედიები იხურებიან, დაიხურა მოზაიკა, ქართლის ამბებს ფინანსური პრობლემები აქვს, ტრიალეთს საგადასახადო დავალენებას არ უნაწილებენ, მაშინ როდესაც ასეთი პრაქტიკა არის სხვა მედიების მიმართებით, ანუ რა თქმა უნდა არათანაბარ პირობებში ამყოფებენ. და ყვდება ყველაფერი. და ერთ-ერთ მკვლევარს უთხარი ამის წინ, რომ შესაძლოა დადგეს დრო, მოქალაქეს ჟურნალისტი დაჭირდეს და ეს ჟურნალისტი რეგიონში აღარ იყოს.